საინტერესო არის ის, რომ ისტორიკოსები, ვის კარგად იკვლევს აი ამ საქმე მოციქულთას, ისინი ამბობენ, რომ ეს იყო პერიოდი, როდესაც უკვე თითქმის მოციქულები გამოეყვნენ იუდაურ საზოგადოებას. ანუ უკვე ცალკე ყალიბდებოდა ქრისტიანულით. უკვე ცალკე ყალიბდებოდა, რადგანაც აი მიზანმიმართულად იუდაური საზოგადოება დევნიდა ქრისტიანებს და მათი მთავარი ფიქრი მithumedes იუდეველთა მთავრების მთავარი ფიქრი იყო, რომ როგორმა ქრისტიანობა აღმოეყვრათ. და ბუნებრივად მოხდა მოციქულთა და სხვა მათი მიმდევრების აი ეს განცალკევება იუდაური საზოგადოებისაგან. და უკვე ანტიოქიაში, როდესაც ხედავდნენ უყურებდნენ მოციქულებს და უყურებდნენ ქრისტიანებს, ხო, აი უკვე წარმართები, ვინც ისმენდა მათ ქადაგებას, მათ აღარ აღიქვავდა როგორც იუდეველებს. აღარ აღიქვავდა. ამიტომ აი უწოდეს ქრისტიანი. მათთვის ისინი იუდეველები ან ებრაელები კი არ იყვნენ, უნდა ქრისტეს ქადაგებულები. და ამიტომაც უწოდეს ქრისტიანი. აი ანტიოქიაში ეწოდა მათ ქრისტიანი. ხო, შემდგომ რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელ სახარებასთან დაკავშირებით. სამარია, ეს საოცარი ადგილი არის, ეს არის ადგილი იუდევის რაღაცა ნაწილი, როდესაც ნაბუქოდონოსორი დაიპყრობს იუდეას, იქ ჩაასახლეს ბაბილონელებს, რაღაც ნაწილი იუდეოს რაღაც ნაწილში ხდება ბაბილონელების შესახლება და მათი შერევნა იუდეველებთან წარმოშობს სამარიტელებს. ესე რომ მათი ნარევი არის, ნაზავი არის ბაბილონელებისა და იუდეველებისა. ესენი იყვნენ ხალხი, რომლებსაც იუდაური სარწმუნოება ჰქონდათ, მაგრამ რაღაცა დამახინჯებებით და წარმართული წეშვეულებები ჰქონდათ შეტანილი. წარმართული ელემენტები იყო აი იუდაურ სარწმუნოებაში, ანუ ნაზავი ჰქონდათ რაღაც. რაცა ძალიან არ მოწონდათ ებრაელებს. ისინი ძალიან ამრეზით უყურებდნენ. და მარტო ამრეზით კი არ უყურებდნენ, იყო მათ საუკუნოვანი მტრობა ჩამოყალიბდა მათში. სამარიტელები უფრო მეტად დამთმობები იყვნენ თავიანთი ბუნებით, ვიდრე ებრაელები, იუდეველები. გაიცენეთ იგავე მოწყალე სამარიტელზე, უფალიც კი მიანიშნებს, რომ თქვენზე ხშირად ბევრად მოწყალები არიან სამარიტელები, იუდეველები. ებრაელი დაგდებული, ნაცემი, ნაგვები და გაძარცული, ვინ შეიბრალებს? ჩაიulis მოდელი არ შეხედავს არაბი ჩაიulis ექვე სხვა იუდეული არაფრად არ ჩააგდებს და გაიulis სამარიტელი, რომელიც მისი მტერი და ის შეიუდომებს და შეიფარებს და მოულის და უპატრონებს. ანუ ბუნებით უფრო რბილი ხასიათისები სამარიტელი. მაგრამ ამ ყველაფერთან უნდა ვიცოდეთ, რომ ებრაელებისა და იუდეველებისა ძალიან მიუღებლები იყვნენ და თუ ეთყოდი რომ შეხარ სამარიტელი, ეს იყო ყველაზე დიდი სალანძღავის იყო. ყველაზე დიდი შეურაცხყოფა იყო. მით უმეტეს ებრაელებისათვის და სამარიტელი დედაკაცის ეუბნება, რომ თქვენ ებრაელებს იმდენად ბრძულ ხართ, ჩვენ ბრძულ ვართ, რომ არც კი შეეხნიან შეხებაც კი მათთვის იყო, ეს იყო საშენელი რამ, ძალიან დიდი შეურაცხყოფა და ეს არ შეიძლებოდა რა მიუღებელი იყო მათთვის. წაბილწვათ ითვლებოდა. საოცარი არის ის, რომ უფალი აი ამ სამარიტელ დედაკაცს და საინტერესო არის კიდევ ის, რომ მაშინ იმ პერიოდში, მით უმეტეს იუდაურ სამყაროში, ქალი არ ითვლებოდა იმ პერსონად, რომელთანაც შეიძლებოდა საუბარი. თან საუბარი ისე საკითხებზე, რომელ საკითხებზე ესაუბრება მაცხოვარი. ანუ ქალს ეთვლიდნენ მეორე ხარისხოვან არსებად. აი ზუსტად ქრისტიანობა წამოწია ქალის როლიზე. ბერძნულ სამყაროში ქალები ემოწაფებოდნენ და ყავდათ თავიანთი მასწავლებლები, ფილოსოფოსები იყვნენ ქალების, მაგრამ იუდაურ სამყაროში ის მიუღებელი იყო. ქალის როლი იყო შვილების გაჩენა, გამრავლება და მეტი არაფერი, ესე რომ თქვა. ნიფტად აღიქმებოდა. მამაკაც ნებისმიერ დროს, ქმარს ნებისმიერ დროს შეეძლო განტევების წერილი დაეწერა და ცოლი გაეშვა სახლიდან. აღარ მოწონდა, აღარ რაღაცა არ მოეწონა და თავისუფლად შეეძლო რომ სახლიდან გაეშვა. ანუ უუფლებო იყო. აი ეს უფლებები, რომელიც დღეს ძალიან ბევრი არის საუბარი. სწორედ მაცხოვარმა აღადგინა, მაცხოვარმა აღუდგინა. მაცხოვარის მოწაფეებში იყვნენ მენერსაცხებლე დედები და ამან დაუდოვის საფუძველი, რომ ქალის როლი წამოიწია და წამოიწია მით უმეტეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის როლი. და მხოლოდ დიდია ქრისტიანობაში. და აი ეს ორი საოცარი რამ და მაცხოვარი იწყებს საუბარს ქალთან და თან სამარიტელ დედაკაცთან. ეს საოცარი იყო თვითონ
სამარიტელი დედაკაცისათვის. და მამები ძალიან ეს ერთნიშნულობიდან დაბობენ რომ აი რატომ მოხდა ეს და იწყებს იმ თემებზე საუბარს მაცხოვარი სამარიტელი დედაკაცი რომელ თემებზე ერთად არც მოციქულებთან არ უსაუბრია გახსნილი. აუკვირდით რას ვამბობ, მოციქულებთანაც გახსნილად არ უსაუბრია და ებრაელთა რაღაც იუდეველთან რაღაცა ნაწილი საერთოდ არ აინტერესებდა, თუ დაინტერესებდა ძალიან მწირად. და ამ გახსნილ თემებზე საუბრობს სამარიტელი დედაკაცი, საუბრობს რაზე? ცხოველ წყალზე საუბრობს, რომელიც არის სულიწმიდის მადლი, რომ თუ ჩემგან მიიღებ აი ამ წყალს, ეს წყალი გექნება მარადიულოდ, ანუ სულიწმიდის მადლზე არის საუბარი. და შემდგომ გახსნილად, როგორც კი იწყება აი ამ თემაზე საუბარი, წამოდი სამარიტელი დედაკაცი იწყებს უკვე საუბარს მესიაზე, რა საოცარი პიროვნებაა. და ამას აიო მე ვიცით რომ მესია მოვალსო, რომელიც ეკვია ქრისტე და ქრისტე არავის ის არ ვთქვი გაცხადებლად ეს მეუარ. ხოლო სამარიტელი დედაკაცი ის მეუარ. დატრეს ყოველთვის ეს სამარიტელი დედაკაცი და გარბის ამას განაგს მოხარში რომ მოდით ვინახო ვიცი მითხრა ყველაფერი ვინც ავრასაც წარმოადგენ. თავისი ცხოვრების ესეთ იყო მიუღებელი. თვითონ მოქალაქეებიც კი ის უკარის მოქალაქეებიც კი ამრეზით უყურებდნენ. ხუთი ხმარი ყავდოდა, ეხლა ვისაც ყავდა ისიც აღარ იყო ხმარი. აი ეს არ იყო მის ანუ არ ზნეობრივ ცხოვრებას არ ეწეოდა, ესე რომ თქვა, მაგრამ ერთ-ერთი მამაბობ საოცარ რამს. რაზეც მე და თქვენც იფიქროთ, მეც ძალიან დამაფიქრა და არსებობენ ცოდვილი ადამიანები, რომლებიც შეიძლება ფიზიკურად არიან ცოდვაში, მაგრამ სულიერად ისინი არ არიან გახსნილი. აი ეს ხო დისონანსია, ხო? აი ხილულად ცოდვაში არიან, მაგრამ ისინი სულიერად არ არიან ამ ცოდვაში. უბრალოდ დროის რაღაც ფაქტორში, ხო ესე რომ ვთქვა, მაგათი შეიძლება ვერ გამოიწვია, ისინი ცოდვაშია. მაგრამ შინაგანი ცხოვრებით, შინაგანი სულიერად სადღაც მათ შინაგან სამყაროში არის დაფარული მარგალიტები, რომელსაც წარმოჩენა ჭირდება. აი ეს მარგალიტი იწოდა უკანა და ის ამოწია ზევი. ანუ ის პატარა ნაკვერჩხალი, რაც მის სულიერებაში იყო დაანაულებული ამ ცოდვების მიერ ფერფლე დატრილი, ის ნაკვერჩხალი გააღვია. ეხდი, ღმერთი ხო რას უყურებს? გულს. თითოეული თქვენთაგანის გულს უყურებს, ჩვენთაგანის გულს უყურებს. ჩვენ ადამიანებო ზომავდო წონავთ რითი მათი საქციელების მიტებით, ხო? ესეთია და ანუ განვიკითხავთ, ლანძღავთ, ვაგინებთ, მიუღებელია. აი ყველასთვის მიუღებელი დედაკაცი თურმე ყოფილა აი სამარიტელი დედაკაცი ისეთი საოცარი წინვალება საოცარი რასაც უპალი ხედავდა. რაც უპალმა უწყოდა. და ზუსტად აი ამის გამო დაიწყო მასთან საუბარი. და აი ეს ქალი ცოდვილი ქალი სამარიტელი დედაკაცი ხდება წინამძღოლი ესე რომ თქო თავისი მოქალაქებისა ქრისტეს ამისაფრ. რა საოცარი რამეა. და ამ ქალის ერწმუნეს მივიდნენ ნახეს მაცხოვარის ცხოვრებენ უკვე სამარიტელები რომ მივიდეს შევიდეს მათთან დადგება ორი დღე დარჩება მაცხოვარი იქადაგებს და მიიღებდნენ მე სამარიტელები რომ აი მათო შენი სიტყვიდან გამომდინარე კი არაო ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ და უცებ ჯერაო რომ იგი არის მაცხოვარი ამასობის უბები ჩემოზრიფას რომ ამიტომაც დღევანდელი ცოდული ადამიანი πάλι შეიძლება ჩვენზე წინ დადგეს თავისი ცხოვრება იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით მის შინაგან ცხოვრებაში მის შინაგან სამყაროში რა ხდება მის გულში რა ხდება არ ვიცი შეიძლება ცხოვრების სხვადასხვა ვითარება და მდგომარეობა მიიყვანა ადამიანს რაღაც ძიმე წოდება მაგრამ უფალი ელოდება როდეს დადგება მისი ჟამი როდეს დადგება ის ჟამი რომ ამ ადამიანში გაიღვიძებს სარწმუნება გაცოცხლდება ის რას უფალს ძალიან უყვარს გულითადობა გულწრფელობა ეს ადამიანი მივაღწევს და ამიტომაც ყოველთვის გახსოვდეს ახარებაშიც კი არის ნათქვამი რომ მრავალი არიანო წინანი უკანა და უკანანი წინაო და მეძავნი და მემრუშინიო როდესაც თქვენზე წიული შევეცათა სასუფეებში იმიტომ კი არა რომ ის მეძაობა და მემრუშობა რაღაცის არა შეიძლება დღეს სოდვილია მაგრამ ყველაზე გულწრფელად შეინანოს თავის სოდვი და ჩვენ არ უნდა გამვიკითხოთ ადამიანები არ უნდა გახდნენ ჩვენთვის სოდვა უნდა გზუდეს მაგრამ პიროვნება უნდა გვებრალებოდეს აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გვესმის წყალობა და მადლი ღვთისა სიხარული ყოფილიყოს და ჩვენ დღეს დღევართ ეკლესიაში ჩვენ თავი გონია რომ რაღაცას წარმოვადგენთ მაგრამ წარმოვადგენთ
აი აქ ხედავს ღმერთი, აი აქ ვინ ვართ? მხოლოდ ღმერთმა უწეს. ამიტომაც არის მულწრფელი არსებები საჭირო, ეგებ ჩვენს დავინახოთ, ვინ ვართ ჭეშმარიტად და ნამდვილად. ფარისევლობის მდგომარეობაში არ დავჩეთ და არამედ მეზორესად შევაღალდოთ კაცმოყარე ღმერთს, რომ ღმერთო მელხენე სოდვილს ამას და ჭეშმარიტი განცდა გქონდეს ჩვენი ცოდვებისა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.